თულ პარტიაში განცხადება კეთდება, პირდაპირ ეთერში ვთავთ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისს. სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-დან 17 სექტემბრის პერიოდში. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3%-ს. პირველ რიგში წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემთ ხმას, პასუხების შემდეგი სახით განაწილდა. ქართული ოცნება 59,2%, ნაციონალური მოძრაობა 29,8%, საქართველოსთვის 4,1%, გირჩი მეტი თავისუფლება 2,8%, ლელო 2,1%, პატრიოტ ალიანსი 1,9%, მესამე ძალა 1,2%, მოქალაქეები 1,2%, ლეიბორისტული პარტია 1,1%, ევროპული საქართველო 1,1%, გირჩი 0,6%, სხვა პარტიები 4,9%. რეიტინგების გათვალისწინებით ქართული ოცნების 7-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა. ქართული ოცნება 24 მანდატი, ნაციონალური მოძრაობა 10 მანდატი, პარტია საქართველოსთვის 1 მანდატი. წარმოგიდგენთ ბათუმის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას, პასუხების შემდეგი სახით განაწილდა. არჩილ ჩიქოვანი ქართული ოცნება 54,1%, გიორგი კირთაძე ნაციონალური მოძრაობა 30,6%, ირაკლი მიქელაძე პარტია საქართველოსთვის 4,6%, გიორგი ფუტკარაძე გირჩი მეტი თავისუფლება 2,1%, ბონდო გუგულაძე პატრიოტ ალიანსი 1,9%, კახაბერ ცისკარიძე დამოუკიდებელი კანდიდატი 1,2%, სხვა კანდიდატები 5,5%. როგორც ხედავთ, ქართული ოცნების მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა არჩევნები პირველ ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამორჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს უსურვებთ გამარჯვებას. მადლობა. რაც შეეხება CESCO-ს თუ აუდიტის სამსახურს, ეს რა თქმა უნდა მათი გადასაწყვეტი საკითხი არის და ამიტომაც ვარ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში, თუ კი ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს მათ შორის სამართლებრივი, არსებობს ამისთვის სამართლებრივი გზები. რაც შეეხება ზოგადად საემ შეფასებებს. თავისთავად გასაკვირი არის ერთი რამ, რომ ჩვენ ეს რაც გვესმის აჟიოტაჟი იმ ხალხისგან, რომლებიც და ამას წინაც თქვით ჩვენ რომ ჩახედეთ სატელევიზიო ბადეს, ჩახედეთ სოციალურ მედიას, ჩახედეთ იმ ხალხის სოციალურ გვერდებს, სოციალურ მედიის გვერდებს, რომლებიც დღეს აი ასე მაღალი მორალური პედესტალიდან მსჯელობენ ამ საკითხზე. ნახეთ რა ენით საუბრობენ, ნახეთ რა ზიზღი იფრქვევა ამ მედიებიდან, ნახეთ რა ზიზღი იფრქვევა სოციალური მედიის ამ გვერდებიდან. თქვენ გახსოვთ, ჩვენ ამას წინ გავაკეთეთ პრეზენტაცია მედიის ანალიზისა, რომლის მიხედვითაც 12 დღის განმავლობაში, 1-დან 12 სექტემბრის ჩათვლით 128 ზიზღის ენის შემცველი სიუჟეტი გავიდა სამ ტელევიზიაში, დღეში საშუალოდ 10 სიუჟეტი გადის ასეთი. ასე რომ ეს რა თქმა უნდა არის ფარისეულობა. ამავე დროს იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც ასოცირდება სწორედ ზიზღის ენასთან, სწორედ ძალადობასთან, რომლის მეორე სახელიც არის სწორედ ზიზღი და ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს. ამ საკითხზე ასეთი მორალური პედესტალიდან საუბარი, მაშინ როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა გახსოვთ მეგის ქარდავას ექსტრადირება, აი ამ კონტექსტში კიდე რო საუბრობენ ზიზღის ენაზე, ეს რა თქმა უნდა არის ფარისეულობა. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი. ჩვენ ვართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფაზაში. ქართული ოცნება აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია აწყობილი არის პროგრამაზე, ხედავთ, რომ თითქმის ყოველდღიურად არის სხვადასხვა მიმართულებების პრეზენტაცია და რას ხედავთ ჩვენ ოპოზიციის მხარეს და ნაციონალური მოძრაობის მხარეს, საერთოდ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი ან რაიმე პროგრამის პრეზენტაციას, მთლიანად აწყობილი არის ზიზღის კამპანიაზე, მთლიანად აწყობილია დისკრედიტაციაზე და ასე შემდეგ. ჩვენი პოზიცია
ამის თავისი ტიპის ბილბორდები უნდა გამოვიყენოს საქართველოს მაგალითად. ჩვენ ამას წინ თქვენ რომელ აჭარის ტელევიზია ნახავთ ხო? ჩვენ ამის წინ გავაკეთეთ კვლევა, აჭარის ტელევიზია არ იყო ამ კვლევაში, თუმცა გახსოვთ რომ იქ ერთ-ერთი მიმართულება იყო манипуляция. ეს იყო ჩართვა ქართული